დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბოლნისის რაიონში ჩვენს პარტნიორ ფერმერთან სადემონსტრაციო ნაკვეთზე, სადაც წარმოდგენილი არის პიონერის ჰიბრიდი P1547 და P1332. მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, მოგეხსენებათ იყო ძლიერი ქარიშხალი ზაფხულის პერიოდში. სცენარემ აქტიურად გააგრძელა ზრდა განვითარება და მივიღეთ საბოლოოდ კარგი შედეგი. აღნიშნულ ნაკვეთზე ველოდებით 13-14 ტონა მოსავალს გამომშრალი მარცვლის სახით. წელს ჰქონდა ჩვენ ძირითადად B10 ჰიბრიდი, B10 როვეძახითის ჰიბრიდი თეთრი სიმინდი 12 ჰექტარზე დათესილი. რეზულტატი არის 10 ტონა ჰექტარზე, მიღვრით მორწყვის პირობებში. რეზულტატის კმაყოფილი ვართ. რა თქმა უნდა შეიძლება უკეთესი, მაგრამ მქონდა ძალიან ცუდი პირობები. მაისის თვეში იყო ქარიშხალი, რომელმაც ცოტათი დაგვაზიანა. იყო შეცდომები რაღაც ესე იგი დათესვის და მიწის მომზადების საკითხებში, მაგრამ მაინც მივიღეთ 10 ტონა. ესე იგი ყველაფერს გათვალისწინებით თუ ამ ჰიბრიდს უფრო კარგი მოვლის პირობებში შეგვიძლია ალბათ 12-14 ტონის მიღება ამ ჰიბრიდიდან. ხო, რაც შეეხება ყვითელ სიმინდებიდან მქონდა 12-32 და 15-47 თითო ჰექტარი საექსპერიმენტოდ და ესე იგი პივოტის ქვეშ მქონდა ეს დათესილი. რეზულტატი აქაც ესე იგი იმოქმედა რა თქმა უნდა ქარიშხალმა, რაღაც სხვა ცუდმა პირობებმა კლიმატურმა და მაინც მივიღეთ 12 ტონა ნახევარი, ესე იგი ასეთი რეზულტატი ავიღეთ. 15-47-მა ესე იგი კარგი შრობის პოტენციალი აჩვენა, ძალიან ჩქარა გაშრა. თუმცა ძალიან ისეთი შემოდგომა ჰქონდა, როგორც მოგეხსენებათ, რომ ესე იგი იყო ძალიან ტენიანი შემოდგომა და კარგად გასცა ტენი და უფრო ჩქარა გაშრა ვიდრე სხვა ჰიბრიდები. მორწყვის ინტენსიური სისტემების გამოყენებით თუ გავაკეთებთ ამას ყველაფერს და პოტენციალიც მეტი იქნება, როგორც ესე იგი ცნობილია თურქეთში, სხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში 17-20 ტონის პოტენციალი აქვს ამ ჰიბრიდებს და თუ ჩვენ კარგად მოვულით, ინტენსიურად მოვწყავთ, მივცემთ ნორმალურ დოზებს გამოკვების და ნორმალურ დოზებს გავაკეთებთ, მაშინ ესე იგი ალბათ პოტენციალიც გაიზრდება და ჩვენი მოსავალიც გაიზრდება და ყველაფერი კარგად იქნება და ამას ესე იგი ცოტა სხვანაირად უნდა მიდგომა. ფერმერები ფიქრობენ, აჰა, რატომ მივცე 300 კილოგრამი სასუქები ჰექტარზე, როცა შემიძლია მივცე 150, მაინც აღარ მოდის ჩვენთან, მაინც წყალი არა გვაქვს, მაინც რა ასეთი მიდგომებით, ესე იგი, რა თქმა უნდა, ვერც შემოსავალი იქნება და ვერც მოსავლიანობას გაბზდა ვერაფერი, მაგრამ თუ ესე იგი ინტენსიურად ყველას კომპლექსურად შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რაც აქვს ამ ჰიბრიდს, მაშინ პოტენციალი ალბათ განხორციელდება ჩვენთანაც.